რომელი ოპერაციაა ტექნიკურად უფრო რთული? Bypass ოპერაცია. რომლის შემთხვევაშია ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის რისკი უფრო მაღალი? Bypass ოპერაციების დროს. რომელი ოპერაციის შემდეგ არის საჭირო დანამატების მიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში უფრო ხშირად? მე ვერ ვიტყვი რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭიროა ვიტამინების მიღება, მაგრამ bypass ოპერაციების დროს. რომლის შემთხვევაშია გვიანი გართულებების რისკი უფრო მაღალი? Bypass ოპერაციების დროს. რომელი ოპერაცია მოითხოვს განმეორებით ჩარევას უფრო ხშირად? სლივგასტრექტომია. რომლის შემდეგ არის კვების შეზღუდვები უფრო მკაცრი? რაც უფრო ადვილი ოპერაცია, უფრო მეტი შეზღუდვა აქვს, ასე რომ სლივგასტრექტომია. რომლის შემდეგ არის პაციენტისთვის ადაპტაცია უფრო რთული? პოსტოპერაციული პერიოდი აბსოლუტურად ყველა ბარიატრულ ჩარევას დაახლოებით ერთი და იგივე აქვს, ესე ვერ გასაზღვრავთ, მაგრამ პოსტოპის მართვის მხრივ bypass ოპერაციას უფრო ყურადღება ჭირდება. რომლის შემთხვევაშია გრძელვადიან პერიოდში კვების რეჟიმის დაცვა უფრო მარტივი? Bypass ოპერაციების დროს. რომელი ოპერაცია უფრო მეტად მოითხოვს დისციპლინას პაციენტისგან? სლივგასტრექტომია, იმიტომ რომ რაც მარტივი ოპერაცია, მით ადვილად შეიძლება გაგრძელება. რომელი ოპერაცია უფრო სანდო მძიმე სიმსუქნის დროს? შორეული შედეგების დროს bypass ოპერაციები სხვადასხვა მოდიფიკაციით, მაგალითად SADS-ი, gastric bypass-ი, OAGP, bypass ოპერაციები. რომელი მეთოდია უფრო შესაფერისი რეფლუქსის დროს? Bypass ოპერაციები. რომელი ოპერაცია აირჩევა უფრო ხშირად განმეორებითი ჩარევისას? ეს აქ განამწყვეტია პირველი რა ჩარევა არის შესრულებული, თუ სლივგასტრექტომია შესრულებული, აქ დიდი არჩევანი გვაქვს, რა ტიპის ოპერაცია შეგვიძლია გადავაკეთოთ. Bypass ოპერაციების დროს უფრო შეზღუდული გვაქვს, მაგრამ ერთი სტეპით მაინც ვართულებთ ოპერაციას. რომელი